გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. სკოლა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მდებარეობს და ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები სწავლობენ. ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა. გამწვანების აქციასთან ერთად სკოლას საჩუქრად წიგნებიც გადაეცა. პროექტი კომპანია ბიბლუსმა წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად განახორციელა. როგორც მოგიხსენებათ, აპრილი არის წიგნის ჩუქების თვე და ასევე არის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეც, რომელიც ასევე აპრილში აღინიშნება და ჩვენ ვესტუმრეთ არაჩვეულებრივ სკოლას და ზოგადად გარემოს ვაზიანში და გარდა იმისა, რომ წიგნები გადავეცით საჩუქრად ბიბლიოთეკას, განვახორციელეთ ძალიან ბევრი ენერგიის ჩარგვა ბავშვებთან ერთად და შევპირდით, რომ მალე დავბრუნდებით და დავაკვირდებით, როგორ მოუვლიან და როგორ გაიხარებს აქაურობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას კომპანია ბიბლუსის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს წიგნის ჩუქების თვე და აპრილის გამოცხადებას და კამპანიას აჩუქე წიგნი შემოუერთდა აფხაზეთის მთავრობა და კონკრეტულად ლიკა კვარაცხელია, რომელიც არის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი. და დღეს ჩვენ ჩამოვედით ვაზიანში და ამ ბავშვებს, რომელთა წინაპრების და თვითონაც რეალურად აფხაზეთიდან არიან, ჩამოუტანეთ არაერთი წიგნი, ახალი ლიტერატურა და ამავდროულად ჩამოუტანეთ სურვილი, რომ ჩვენ ვიმეგობროთ და ეს ურთიერთობა იყოს აქტიური და რაც შეიძლება ნაყოფიერი. დღევანდელი აქციით ნამდვილად აღფრთოვანდნენ ჩემი მოსწავლეები, ძალიან გახარებულები არიან და ალბათ ეს ემოციები დიდხანს გაჰყვებათ. დიდი მადლობა ინიციატორებს, ორგანიზატორებს და კარგი იქნება, რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი აქციები.